მერაბ კოსტავა, ასე ეწოდება ნინო მიქიაშვილის წიგნს, რომლის პრეზენტაცია ვალერი არქანიეს სახელობის არტ გალერეაში გაიმართა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. იგი აფხაზურ ენაზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა თარგმნა. ნაშრომი ბიოგრაფიული ხასიათისაა და მასში წარმოდგენილია ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტომასალა. სიმბოლურად წიგნის პრეზენტაცია აფხაზური ენის დღეს დაემთხვა. გამოიცა მერაბ კოსტავა მეორე გამოცემა ქართულ-აფხაზურად გადათარგმნეს აფხაზებმა. რატომ აფხაზურად მერაბ კოსტავა? იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს ძალიან გვიყვარს აფხაზები, ჩვენ მათი გულებისკენ სავალ გზას ვეძებთ. მერაბი იყო ჩვენი დროის გმირი სამაგალითო ქართველი, რომელიც თავგანწივრით იბრძოდა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და უკეთესი მომავლისთვის. სიმბოლურად დაემთხვა დღევანდელი დღე. ეს არის აფხაზური ენის დღე. პირველმა მერაბ კოსტავამ თქვა აფხაზეთში მოედანზე მე მიყავდა მიტინგი, სადაც უთხრა აფხაზებო, ჩემო ძმებო, მოდი გავხსნათ აფხაზური სკოლები. თქვენ აფხაზური სკოლა არ აგაქვთ. და სწორი უთხრა. მე 4 კლასამდე ასწავლეთ აფხაზურ და შემდეგ რუსულად სწავლობ. ამიტომ მე ძალიან მინდოდა რომ ეს ყოფილიყო აფხაზურად თარგმნილი. ინგლისურადაც უნდა ითარგმნოს ეს. მთელმა მსოფლიომ ნახოს რომ ჩვენ როგორ პატივცემთ ურთიერთ რაღაც სიყვარულს, რომელიც მრავალი საუკუნეებს იწვევს. აი ესეთი დღეა დღეს და საოცარმა საზოგადოებამ მოიღარა დღეს აქ თავი. საქართველოში სხვათა შორის ძალიან ბევრი რამე კეთდება აფხაზური ენის სწავლების კუთხით, არ დაიკარგოს ეს განვითარება რომ ქონოდეს და მე იმედი მაქვს რომ აქ იმდენად ისწავლიან აფხაზურ ენას, როცა შეხვდებიან თავის აფხაზ ძმებს და ელაპარაკებიან აფხაზურად. აქ რჩირდა სინხლის და ხობ აფსობის შამშ. იზბანზერ აქ რჩა და არაზირაშენი ყარწოით აფსობის რაჭარას. მერაბ კოსტავა არის ქართული თავისუფლების სიმბოლო. თავისი ცხოვრებით დაამტკიცა ის, რომ რამდენად ძლიერია ქართველი ადამიანი, მისი სული და როგორი მიდრეკილება ქართულ საზოგადოებას, ქართველ ერს თავისუფლებისადმი. აფხაზურ ენას მიეძღვნა დღევანდელი დღე. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ტოლერანტობა, ქართველი ადამიანის ტოლერანტობა კიდევ ერთხელ კარგად ჩანს. იმაში, რომ არც ერთი ეთნოსი, ერი ჩვენთან შეზღუდული არ არის არაფრით. ყველა შეუძლია თავისი კულტურის განვითარება. საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს მერაბ კოსტავას ფასდაუდებელ წყვილზე საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ასევე აღინიშნა წიგნის გამოცემის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და მათ შორის იყო თავად მერაბ კოსტავას პორტრეტი, რომელიც მხატვარმა ნუგზარ მგალობლიშვილმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნა. მერაბის პორტრეტი მე მქონდა ადრე მისი სიცოცხლის დროს დახატული სოხუმში. ასევე ზვიად გამსახურდიას პორტრეტი, მაგრამ ისინი და ყველაფერი დარჩა სოხუმში. ეს პორტრეტი მე გუშინ დავხატე, ესე ვთქვათ, მეხსიერებით, ზოგჯერ ჩავხედე კიდევ ზოგიერთ ფოტოს. ალბათ დადგება დრო, როდესაც ის რაც სულიდან უერთდება, მერაბს იმას დავხატავ.